გამარჯობათ. So can you speak in English? I am Mikhail Khotsashvili. Можете по-английски говорить? ქართულად გვესმის კარგად. ქართულად გესმით? კი. მიხეილ ხოცაშვილი ვარ, მუშაობ აქ. და რა არის ეს? რატო ამდენი ფქვილი ესოკი, შაქარი? არ ვიცი, მომარაგებაა. რასთან დაკავშირებით? ზუსტად არ ვიცი ახლა, მაგრამ მანქანიდან უნდა გადმოვცალოთ ფქვილი და შაქარი. ეს ყველა სოფელში ჩავიდა ასეთი დახმარება? ჯერ ახავა პირველად არ ვიცი. დიახ. რამდენი მეშოკი ფქვილია? ფქვილი არ არის. შაქარი რამდენი ტომარა? ბატონო? 100. 100 ტომარა და 100 ოჯახზეა გათვლილი? არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი. მარტო შაქარია? ახო ხედავ შაქარი. პროდუქტები უნდა დაგირიგონ როგორც ვიცით, ხო? კი. დოდიდან იწყება დარიგება. სწორედ რომ გახსენოთ, აი მე მგონი დღეიდან, საღამოდან. ყველა ოჯახს ურიგებენ? უფრო პრინციპი ეგეთია. რომ ყველა ოჯახს მისცენ. ხო, მისცენ. დიახ, და რას არიგებენ თუ გაქვთ ინფორმაცია? როგორც ჩემთვის არის, აი ეხლა რო უყურებ, რომ როგორც დაიცალა ფქვილია, ზეთია, კიდე ის შაქრის ფხვნილი, ესა და კიდე რაღაცა. ნაციონალური მოძრაობა არიგებს? არიგებს ნაციონალური მოძრაობა და აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებაც. თუ იცით ეს ინფორმაცია, რომ ფქვილი უნდა დარიგოს? კი. თქვენი პარტია არიგებს, ხო? დიახ. ანუ ნაციონალური მოძრაობა არიგებს ფქვილებს. კი. და აი, რატო არიგებს ნაციონალური მოძრაობა ფქვილებს წინა საარჩევნოდ? აუ არ ვიცი, მაგას ნახოთ ვერ გეტყვით. ეს ამორჩევის მოსყიდვა არ არის? როგორ? ამორჩევის მოსყიდვა არ არის? არ ვიცი, თო. აზია რომ ამორჩევის მოსყიდვა თუ და ის. ყველა ოჯახს ურიგდება? არა, ვინც ნაციონალია. მაგის შემთხვევაში გონი. ანუ თუ ხარ ნაციონალი, მაშინ მოგცემენ იმას? დიახ. ეხლა მე თუ ვარ ნაციონალი და უჭერ ნაციონალურ მოძრაობას მხარს, მომივა ფქვილის სახში? კი. და თუ ვარ ოცნების წევრი მაგალითად და ოცნებას უჭერ მხარს? მაშინ მაგ შემთხვევაში არა. მიგებელი ბრძანდები. კაცრავა. იქ წიდან ვარ ჟურნალისტი რესონატურიაზე და შეკითხვა მაქვს რა უკაცრავად რატო გაურბის ესე ჟურნალისტებს? ხშირად გარბის ხომ ჟურნალისტებიდან? როგორ გითხრათ, რატო გაურბის? ანუ ადასტურებთ რომ ეს ადამიანი არის სოფლის გამგებელი. სახელი და გვარი შეგიძლია გითხრათ? თემო ხოსურაშვილი. ინფორმაცია გვაქვს რომ უნდა დაგირიგონ ფქვილი თითო ოჯახს, ზეთი, შაქარი. თქვენ თუ იცით ამის შესახებ? კი, მსმენია. იცი. და ყველა ოჯახს აძლევენ თუ ეს გამორჩევით არის თუ ხარ ნაციონალი, მაშინ მოგცემენ თუ ხარ ოცნების. მაგდენი არ ვიცი. ეს ახალი ამბავი არ არის, მთელი ქვეყნის მასშტაბით არეგებენ შაქარს, ზეთს, ფქვილს და ამით უნდა ადამიანების ხმები იყიდონ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს.